ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ. საქალაქო ტრანსპორტის ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსის მძღოლები სამგზავრო გადასახადის 10 თეთრით მომატებას ითხოვენ. 10 თეთრის მომატებას. როს სათბავის ფასი გაბათილდეს. გამიგე მეც არაფერს არ ვიცი. მერი იძახის რომ იგიო ხელშეკრულებაში გიწერიათ მგზავრობის არ გაძვირებაო. აი ბატონო არ გავაძვირებ მე მგზავრობას არ მაქვს პრობლემა. შენ ქალაქის მერი ხარ თავრობა რო ხარ და რომ მოდი ამ ქვეყანაზე და აგირჩიე და დაგზევდი 2 წლის ბავშვი დიგიდაგე და ხმა მეგეცი და ნათესავი იყო თუ მეზობელი იყო რომ მე ვიყავი და ხმა მივაცემი ამ თავრობის ჩემი ვატკაბიგანი ხელშეკრულება და შეუჯახაჭირებული შენ თელ საქართველოს უჯები ასე გაცხოვრებ და ისე გაცხოვრებ და უძლებყოფილი ცხოვრება გეკრება და დანაგებული და დაწრებული 100 ლარებით და 200 ლარებით გააძვირე ყველაფერი და ჩემი ატკაბი გიწვრი დავსხურაბეს ინფლაციიდან გამომდინარე უკვე შეუძლებელია მუშაობა არის ფაქტიურად შეუძლებელი მანქანას ვეღარ ვარემონტებ სახში არაფერი ვერ მიგვაქვს იმიტომ რომ ყველაფერი გაძვირდა ამ ქვეყანაზე გაფიცულ მძღოლებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეხვდნენ კონკრეტულად კი ქუთაისის ვიცე-მერი კონსტანტინე ქავთარაძე ჩვენი პირობის შესრულება გინდათ რომ მანქანაში იყოს ის 15-ის კამი როგორცაა იყოს მაგარი პაკეტები იყოს ტექნიკურად გამართული მაშინ ამას ჭირდება რომ დათვალო 80 თეთრი მინიმუმ რომ მე შენ ეგ შეგისრულო ჯერ ჩამიდევით იმ პირობაში რომ 40 თეთრად მე თქვენ უნდა შეგისრულოთ ის რომ ფერზე არ დავაკანო კაცი ეხლა смотри რაბო არ უნდა ყავს გადახილისიდან არ უნდა ყავს და ხეული პაგლიში უნდა იყოს გამართული უნდა იყოს დაწილი ახალი მანქანა უნდა იყოს ანაირ უნდა შეგისრულოთ დათვალეთ 40 თეთრად მე ამას თქვენ ვერ შეგისრულებ მაშინ იგის კანონ დამხურვა იყო რომელიც ხელშეკრულებაში წერია რომ მე 40 თეთრად თქვენ ეგი მომთხოვეთ ეგიც კანონ დამხურვა არ არის მაგას დაეთანხმება და სამუშაო იყო და მაგას ვერავინ ვერ შესრულდა ეს მიშენ გაუსაძე საუბარში ჩვენ შედეგს მაინც ვერ მივიღებთ ჩამოყალიბდით 5 კაცი კომისარები ისაუბრა არა აქ ხო არ შეიძლება რაღაცა დაავიდეს ნორმალურად შემოგთავაზეთ თქვენ არა ასე ხო ვერ გადავწევთ ახალს გეუბნები მოკლებით არ გამოდის არა კი ბატონო აქ ხო არ გადავწევთ მაგიმა არა გეთანხმებით ასე ქუჩაში ხო არ ვილაპარაკებ გადაწყვეტეთ გადაცემულო მაგვაკებია დღეს გადაწყვეტეთ არა თვალისწინებ ესმის თქვენი და გთავაზობთ ასეთ რაღაცას გადავიდეთ მუშა რეჟიმში ჩამოვა ქალაქის მერი და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას თქვენთან ერთად როგორც იქნება საჭირო ვითარება ერთ გაცობა ასე არ არის ახლა მაშინ იდექით აგერ არც თქვენთვის იქნება კარგი და ჩვენთვის გეუბნებით აქციაზე ასევე მივიდა არასამთავრობო ორგანიზაციის საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი სულხან ქობულაძე რომლის გაჟღერებულმა იდეამ მძღოლებში გაღიზიანება გამოიწვია გამოსავალი არ არის ტარიფის გაზდა გამოიწვიეს მოსახლეობაში ძალიან მაცადეთ ერთი მე ეცვით ახლა გამოსავალი არის მოსაკრები რომელიც თქვენ გაგიზარდეთ უნდა შემცირდეს ერთ თვით გაფრთხილებთ და წულაიაც იყო და ნაციონალური მოძრაობიდან გაგაფრთხილეთ თქვენ რომ ეს მოხდებოდა მაგრამ ხურად არის კეთილი ინებეთ პრემიებს დაანებთ თავი მაგას არ ევიარდო საჭირდება აქ პრემია და იგი გაწოლა შეარბოს პოლიტიკაზე არ ვინა ძონი საქალაქო სატრანსპორტო საშუალების მძღოლების თქმით ისინი ქუთაისის მერიისგან სანამ თანხმობას არ მიიღებენ ფასების მატებასთან დაკავშირებით გაფიცვას არ შეწყვეტდნენ ასევე ისინი აცხადებენ რომ თუ დღის ბოლომდე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება ხვალ დილით მგზავრობის ფასს ფიცნებურად მოამატებენ